NASA მთვარისკენ გასაშვები გიგანტური რაკეტა კიდევ ერთხელ გამოსცადა. წინა გამოცდა საწვავის ჩატვირთვის დროს გამოვლენილი ტექნიკური ხარვეზის გამო ჩაიშალა. შესაბამისად, ასტრონავტების მთვარეზე გაფრენაც გადაიდო. ამჯერად სპეციალისტებმა რაკეტაში 710,000 გალონზე მეტი ცივი საწვავი ჩაასხეს, რომელიც დაგეგმილ ნიშნულამდე მივიდა და შემოწმების დროს ხარვეზი არ გამოვლენილა. NASA-მ გამოაცხადა, რომ გამოცდამ წარმატებით ჩაიარა. საწვავის ჩატვირთვის ეს ეტაპი ყველაზე რთული და გადამწყვეტი ნაწილია მთლიან მოსამზადებელ პროცესში. სწორედ მისი შედეგები განსაზღვრავს შეძლებს თუ არა სააგენტო მარტში დაგეგმილი არტემისი 2-ის მისიის გაშვებას. 2 კვირის წინ ჩატარებული გამოცდის დროს რაკეტიდან დიდი რაოდენობით გამოჟონა თხევადმა წყალბადმა. ინჟინრებმა შესაბამისი სამუშაოები ჩაატარეს, მათ შორის გაწმინდეს საწვავის ფილტრი, რათა ხარვეზი საბოლოოდ აღმოეფხვრათ. სამუშაოები კენედის კოსმოსურ ცენტრში ჩატარდა. NASA აცხადებს, რომ არტემისი 2-ის გაშვების ზუსტ თარიღს მანამდე არ დაასახელებს, სანამ საწვავის ჩატვირთვის გამოცდა საბოლოოდ არ ჩაითვლება წარმატებულად. ამ ეტაპზე შესაძლო თარიღად 6 მარტი სახელდება. მისიის ფარგლებში 4 ასტრონავტი მთვარემდე გაფრინდება. ისინი არც მთვარის ორბიტაზე შევლენ და არც ზედაპირზე დაეშვებიან, ეს იქნება ადამიანის პირველი გაფრენა მთვარემდე 1972 წლის შემდეგ. მსგავსი მისია მე-20 საუკუნეში აპოლო 17-მა შეასრულა.